სალამ, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ, გადაცემასაც კრიპტოსამყაროს თავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ, რას ჩალიჩობენ მაინერები ყაზახეთში, რა ბედი ეწია ტერას დამფუძნებელს და როგორ აქრობენ კრიპტოს წამებში. ყაზახეთის ხელისუფლებამ გამოაშკარავა 16.5 მილიონიანი არალეგალური ენერგოსქემა. რამდენიმე ენერგო კომპანია 2 წლის განმავლობაში არღვევდა წესებს და დენს მოსახლეობის და სტრატეგიული ობიექტების ნაცვლად მაინინგ ფერმებს აწვდიდა. კანონით მაინერებმა ელექტროენერგია უნდა შეიძინონ სახელმწიფო პლატფორმა. მოკლედ, ამ სიტუაციის შემდეგ ყაზახეთი უფრო ამკაცრებს კრიპტო რეგულაციებს. ტერას სკანდალი გადამწყვეტ ფაზაშია. დოკუონმა ტერაფორm ლაბის დამფუძნებელმა თავი დამნაშავედ ცნო შეთქმულებასა და თაღლითობაში ტერა USD და ლუნას კოლაპსთან დაკავშირებით. კანონით მაქსიმალური სასჯელი 25 წელია, მაგრამ შეთანხმებით პროკურატურა რეკომენდაციას მისცემს არაუმეტეს 12 წლიან სასჯელს. კონი ასევე დათანხმდა 19 მილიონიან კონფისკაციას. მოკლედ, განაჩენს დეკემბერში გავიგებთ. როგორ ხდება კრიპტო წამებში? Global Ledger-ის მიხედვით 2025 წლის პირველ ნახევარში 19 ჰაკერულ თავდასხმაში ჯამში 3 მილიარდი მოიპარეს. სისწრაფის რეკორდი 4 წამი. ერთ შემთხვევაში კი სრული განულება 2 წუთსა და 57 წამში დასრულდა. მოპარული თანხიდან მხოლოდ 4.2% დააბრუნდა. მოკლედ, ბირჟები ვერ ასწრებენ რეაგირებას. ეს იყო ბიტანიკა შორტ, გამოიწერეთ ჩვენ პეიჯი, რომ არ გამორჩეს მთავარი მოკლედ.